ჰაი. მოგესალმებით მეგობრებო. არ მინდა ბავშვი გავაღვიძო, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ფარდები გადავწიე და არც დიდად ვკივი და იმედია ჩემი გესმით. ოხრა კაიცია, იცი. ორი დღეა, სამი. ძალიან მკაცრად ვიცავ კალორიულ დეფიციტს, ძალიან მკაცრად და ძალიან კონკრეტულად გაწელილი საკვებით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ცოტა დამერღვა ბალანსი, რაც ძალიან არ მომწონს. ხო და დღესაც სწორად რომ შევხვდი, რა თქმა უნდა, უკლება არის. რაც მოვიმატეთ, უნდა მივასიკვდილოთ ისევ და მე და ჩემი სასამთრო დაგიბრუნდით, როგორც ყოველთვის. ეს არის 363 თუ 300 მოიცეთ. თქვენ ხო არ გონიათ, რომ მე არასერიოზულად ვუდგები საქმეს ერთი წუთით. 363 კალორია. ეგრა მაკლი არასერიოზულად მივუდგე. მამაჩემ მოიტანა გოგოებო, ეს აზამთრო ეს ხა მამაჩემს მოტანილი არ არის. ყობას მოტანილი, მაგრამ ჯერ არ მაგდაჭრილი მამაჩემს მოტანილი მოკლედ. კურკა არ აქვს. ანუ ამაზე რომ წვალობს ხა ბავშვი ხო? იმასობაში კურკა არ აქვს და ისეთი კომფორტული საჭმელია. მაღლა გაჭრა ჩემმა რძალმა და ბავშვები დაიხუცნენ, დიდე რა კარგია კურკა რო არა აქვს. რანაირად ხდება ეგრე, არ ვიცი, ისეთი კაი სუფთა წკრიალა. თუმცა მე კურკები მომწონს ზოგადად, რო აქვს რაღაცა მელამაზება და თან კურკები მიყვარს. ეგეც არის. უახლოვდება ჩემი სამსახურში. მისვლის დრო. ანუ იმდენად ვარ ამოვარდნილი. რაღა ჩამოსვას მე არ ვიცი. მართლა არ ვიცი. ყავა არ მოვიტანე. მეთქი რაღაცა მაკალია მოიცეთ ხალხო. გუშინ დავრეკე ავერსში. მოვიდა. და მადლობა მინდა გადავუხადო იმ ქალბატონს, ვინც იყო გუშინ მორიგე, არ ვიცი ვინ იყო, სახელი არ მიკითხავს და ძალიან მინანე. აქედანაც ვინც ბრძანდებოდით ქალბატონო. უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ იმდენ კითხვაზე გამცა პასუხი. ისი ამომწურავად. ტელეფონზე დავრეკე, ანუ ზოგადად კლინიკაში დავრეკე. და იმ დონემდე ვცდილობდა რომ დამხმარებოდა და რაღაცნაირად ჩემი ეს შიშები რო ავუხსენი. ცოტა გადაეგორებინა, რომ არც ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა და უღრმესი მადლობა. მოკლედ. გავარკვევ ყველაფერი, მითხრა რომ არისო ახალი აპარატურაო. თქვენ ყოფილ ხართო ეხლა ახალ აპარატურაში და არა მეთქი ახალში არ. არისო ტელევიზორიო შიგნითო თვითონ იმაში. ნახევრად დახურული, ნახევრად, ხო მაგაში მეც ნაყვარ ნამყოფი. უბრალოდ ტელევიზორი რო იყო მაშინა რო არა ახალ აპარატურაში. არისო ტელევიზორიო. ყურსასმენები რო გაიგო ტელევიზორის ხმა და არ გაიგო დადარჩენი ღვილი ამ რაღაცის და არაფრის საერთოდ და მოდიო და პირველ ეტაპი იყოს ისე რომ ნახეო საღამოს მოდიო გვიანო რომ შეგიყვანოთ და გაჩვენოთო რაზეა საუბარიო მოკლედ შესაძლოა ეგ თქვენი ეს ისტერიული შიში ახლა რაც გაქვთო რომ დაინახავთო სადამ არის დამონტაჟებული ტელევიზორი და ის ეს ძალიან ძლიერი ახლა რო გაქვთ ემოციური ფონი აღარ გქონდეთო გქონდეთ ნუ შიში მაგრამ ასეთი არ და ის 20 წუთიო მე უფრო დიდი დრო მეგონა რატომღაც არ ვიცი
ის 20 წუთიო რამენაირადო გაძლოთო ტელევიზორის ხარჯზეო და მოდიო ჯერო ნახეთო, ნუ აი არ ვიცი ისე მელაპარაკებოდა, რწმენა ჩამინერგა რაღაცნაირად, რომ იქნებ არ დამჭირდეს ანესთეზია. ანესთეზია რო კარგი არ არის, ხა ჩვენ ვიცით, ხა მე პატარა გოგო ხო აღარ ვარ, არაფერია, მითხრა და ხო, კაი დავიჭერო. ნამდვილად არ არის ეგრე. ანესთეზია არასოდეს არ არის კარგი და სასარგებლო, ესე რომ ვთქვათ. ანესთეზიას ემატება 230 თუ 220 ლარი. 780 ემატება პლუს კიდე ანესთეზია, მოკლედ. ამისათვის მჭირდება ცნობა, რომ მე ნამდვილად მჭირდება ანესთეზია. აი, უბრალოდ მე შინიათი არ გასცემენო, მაგრამ თუ პანიკური შიშია, რა თქმა უნდა, გასცემენ. ბუნებრივია, ფორმას მომიტანო და დამირეკავ და ჩაგწერო ამ თვეში მხოლოდ 2 ადგილია, როგორც ვიცი და არ ვიცი, ახლა უნდა გადავრეკო და ჯერ ექიმთან ვიზიტი დავჯავშნო და მე ეგრევე მას გავიკეთებ თავზე გადაღებას. არ ვიცი. როგორ შევალიქ მე არ ვიცი. რა იქნება არ ვიცი, მაგრამ რიგი მიზეზების და გამო ამ ეტაპზე ანესთეზიას ვერ გავიკეთებ, არ გავიკეთებ. დავწდი ტელევიზორის ხარჯზე გავძრო, ესე ვთქვათ. იმედი მაქვს, რომ ცუდად არ გავხდები და გამოყვანა ჩემი არ დასჭირდება და წყალში არ გადავყრი 790 ლარს თუ რაღაცას. 790 აღარ მახსოვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს. არ ვიცი. რა იქნება, გუშინდიდან გული მაქვს საშინელად აჩქარებული, ეთყობა ამ ყველაფერზე რომ ვფიქრობ. იქ რომ უნდა შევიდე და მე გული მიჩქარდება და ვფიქრობ, რომ აუცილებლად ენის ქვეშ მედოს ვალიდული ყოველ მიზეს გარეშე. მოკლედ ეს ინფორმაცია მაქვს თქვენთვის. ეხლა თუ კიდე სხვა რამე მოითხოვს, იმას კიდე თანხა ემატება, ანუ კიდე სხვა თანხებია. თუ სხვა რამეც მოითხოვა მოგეთ ექიმი. დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოითხოვს. ეს არის მოკლედ ის სიახლე, რაც გუშინ გავარკვევ. სხვადასხვა ძალიან არ მიყვარს საზამთრო და ყავა. ეს ცივი და ცხელის კომბინაცია საერთოდ არ მომწონს, ანუ ყავასთან დაკავშირებით. ბრავო, ახლა გული გავიგრილე ამის რომ მისთვის საზამთრო. არა, ახლა ცივს რომ დავაყოლე არ მისიამო. ყველას ძალიან დიდი მადლობა. ვინც ვიდეოებზე აქტიურობთ. ვინც მიწერთ კომენტარებს, მილაიქებთ. ვინც არ მილაიქებთ და მიყურებთ, არა კომენტარებთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ უკვე 3507 ვართ. დიდი მადლობა ყველას. იმედი მაქვს 4000 სოდეს მე გავხდები, როგორც ადრე ვიცახდი ხოლმე, ნეტ 1000 როდის გავხდები, მე ნეტ 2000 გავხდები, მე ნეტ 3000 გავხდები. რა თქმა უნდა, გვანცა გახდები, იმიტომ რომ შობას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ხო მეთანხმებით. მეთანხმებით. ოი, დე, გაიღვიძე. ხო და ესე გოგოებო, მოკლედ მივიწევთ, რა თქმა უნდა, წინ.
არა და აი და წეროვანშია საყარელო. ჩამოვლენდე ამ დღეებში. ვიცი სიხარულო. აუ ვის დაგზარებიათ ხალხო სამსახურში გასვლა აი შვებულების მერე აი როგორ არ იცი. ჰაერში ვარ. მე სიხარულო. როგორ იცი ხალხო ამოვარდნა კალაპოტიდან აი გიშდები. რა იყო და? საზანდრო. არა დედიკო ჯერ უნდა მივირთვათ საყვარელი. ვაიმადე ჯერ ვაღარ გაჩენჯალიანდა ვიდეოში. ესე იყავი ჩემო სიცოცხლე. ვაიმე ჩემი სიცოცხლე. დედიკოს გული მიდი პულტი მომიტანე რა. თქვენთან და კომუნიკაცია. აი მაგითასთან დავსდე. ეხლა ველაპარაკე აველში მიმღებში დავრეკე და 6-ის ნახევარზე ვარ ჩაწელი ნევროლოგთან. იმიტომ რომ არ ვიცი შეგას ვარ გჭირდება და კატეთ დაგინიშნოს და მოკლედ ის გადაწყვეტს და უნდა წავიდე 90 ლარი აღირებულება. ასე მეგონა და არა 90-ია. რაც შეეხება MRT კულევას, ანუ კატესგან განსხვავება ის არის, რომ ეს მეტად უფრო ღრმა არისო, გვირაბის სტილიო და რაზეც ნუ აი თაფლუდამე ხო ეკრევე. და ხო მან ტელევიზორი არის. კატეზე არ არის და ნახოთ, არ ვიცი, ძალიან არ მინდა ანესთეზია გავიკეთოთ, ძალიან არ მინდა და რა იქნება ნახოთ. მოკლედ 10 დღის ვადაში ინიშნება გადაღება კონსულტაციიდან, ანუ ექიმთან რომ მივალ, ხვალ და მეთხარ ადგილები მეთქი როგორც მითხრეს არ არის თქო ესე, ანუ ხო და არა როცა ესე, ანუ ექიმი გადაწყვეტს რომ და გაიკეთო, ყველანაირ ადგილს იმაშვებიან რა ქვია. ხვალ არ ვიცი ბავშვი სად დარჩება, სანამ ჩემი მეუღლე მოვა, მე უფრო ადრე ვარ ჩაწერილი, იმიტომ რომ ექიმები ზოგადად 7-მდე არიან, მაგრამ აი ჩემი ნევროლოგი კონკრეტულად არის 6-ის ნახევარზე. სახელი და გვარი სამწუხაროდ არ მიკითხავს, რომელი ნევროლოგი არის. აი გამახსენდი ახლა თუ აკითხო უნდა გადავარ. რამ გამთი. მოკლედ მარიკა ფირცხალავა, დავრეკე ახლა და SMS-ით უკვე გამოგიგზავნეთ და ყველაფერი მასკენ თო მივიუთითეთ უბრალოდ მე დაბლამავს. ჩემი მობილური და ამიტომ ვერ ვნახე. ის ნომერი მაქვს, ანუ სხვაგან და ამიტომ და არა მომიტანია, მაგრამ უკვე გამოგზავნილი გვაქვსო. ხო და ხა არ ვიცი ხალხო კატემი და მეორე, იმიტომ რომ თავი მიდავიმშვიდო რომ ტელევიზორთან მექნებოდა კონტაქტი და აი ამით გამაჩერებდნენ და აი ხა რომ აღმოჩნდა რომ კატია და კატეზე ბევრად მეშინია და იმიტომ რომ ტელევიზორი არის და არაფერი არ არის აი მანდ უკვე ცუდად ვარ და მანდ უკვე აღარ ვიცი რა ვქნა სიმართლე რო გითხრათ აი ეგ უკვე ახალი პრობლემაა ნამდვილად არ მგონია რომ კატე დამჭირდა საყოველთაოდ მერტყულა დამჭირდება იმიტომ რომ უკვე ამდენი ხნის მირტყმული ალბათ ხოთ ხვალ დღეს მოგვიტანს და რაც მეტყვის εκεί. ჰაი. მოგესალმებით. მეგობრებო. ჩემი ჩანგლით. საზამთროთი. დაგვიმარჯოს ყავისტებს. როგორ ხართ? ავდექი. ჯერ ცოტა ადრეა წასასვლელად, მაგრამ მთელი ღამე გავათენე, ვერ დავიცინე. უნდა წავიდე ექიმთან. გავარკვიო, რას ვიკეთებ, როგორ ვიკეთებ, რომ 10 დღის ვადაში მე მოხდეს გადაღება. ემოციურად კარგად არ ვარ, ნუ მომაქცევთ ყურადღებას. თვალებზე მეტყობა. რა ადეკვატური ვარ. მამა ჩემს დავუტოვებ და ვიცოლა ჩემს ბავშვს. გავიქცევი. მე რეკობაც მოვა. შლაკს ვერ დავაყარე საშუალო მოვიხსნა. ვაიმე დილა მშვიდობის დე. ეხლა მიდი ხარ ეხლა. არა, ჩემო სიცოცხლე დე.
დილა მშვიდობი, საყვარელო, დე. ვაიმე. მოდი უნდა გაკვიცო, დე. დილით გიჟდები ამის კოცნაზე, გიჟდები. კი, სიხარულო. მაგუძარა მქონია გოგოებო დაყენებული. რატო დარეკა ეგრე უთინე და როდის დავაყენე არც მახსოვს. რო აკაკანდა კიდაღა მოკლეს სახში და უციე. კიბოდიში. ესე იგი, კასპის მერია აშენებს ორ საპირფარეშოს, რომელიც ალბათ ტენდერით იმას ქნეს მოკეთ რა მნიშვნელობა და სულ არ მაინტერესებს, მაგრამ ორი საპირფარეშო დაევალა ასაშენებლად კასპის მერიას. კომენტარებში დამიწერეს, რომ სასაფლაოზე შენდება მოკლედ და განცხადება გააკეთეს, რომ სამწუხაროდ ორი საპირფარეშო ვერ ბარდება. ეხლა მეცინება, მაგრამ რეალურად ხო სასაცილო არ არის ხალხო. ორი საპირფარეშოს ვერ აბარებს კასპის მერია. ორ საპირფარეშოს ხალხო, ჩვეულებრივი ბეტონის საპირფარეშო არაფერი ხეში რომ მეტალახებს არ გაგიკეთებენ მაგას რა თუნდაც თქვა სასაფლაოზე. აი რო დაიჯდე უბორნიებს რო ეძახდნენ ადრე, ვერ აბარებს ორს დროულად. ნუ აი რა არის, რას ნიშნავს ეს და სად ვართ და რა დავარქვა ამ ყველაფერს არ ვიცი ხალხო. 5-ს კი არა და 15-ს, 2-ს. და ჩვენ რაზე გვაქვს საერთოდ ამბიციები, როცა ორი საპირფარეშო ვერ ბარდება მოსახლეობას. სამარცხვინო არ არის? ჩემი აზრით მაგარი სამარცხვინოა. თან ხალხო დროულად ვერ ბარდებაო, ანუ ორი საპირფარეშო ვერ დაადგეს თავი და ანდი ახლა მაგა თქვენი ცხოვრება და სამსახურის ადგილების გამოჩენა და ეგ ხო მით უფრო სასაცილო იქნება ეხლა რო აყვაო თავისი კუთხე ნებისმიერმა ვისაც ორი საპირფარეშო ვერ აუშენებია. რაღაც ამ სასამართლოს გემო არ აქვს. არ ვიცი, დედას გებიცებით შოქში თუ არ ვიყო. შოქში თუ არ ვიყო, ეს რაებს ვიგებ. რას ვიგებ? მერე გამოვლენ და აუხმები და ჩვენ თქვენკენ ვართ და ხალხო არ გაგწირავთ და ავაყვავებთ და რას ააყვავებთ ხალხო? ორი უბურნია ვერ აგიშენებიათ სასაფლაოზე. ხლა არც ხალხმა დამიწერო სასაფლაოზეაო. ეგ ამბავია მოკლედ. შესაძლოა სხვაგან შენდება, მაგრამ ქავნა მოსახლეობა მეგრე დამიწერა მოკლედ. რომ სასაფლაოზე შენდება. არ ვიცი. აი რა არის ხალხო იცი? ხმები ხო უნდათ, გამარჯვება ხო უნდათ და ტვაკის აშენება არ უნდათ. მეტის ღირსებად. არა დე, რატო სამპრაგოლდია ჯერ უნდა ისაუზმო დე. არა, საყვარელო. კი ბატონო, დაიძინე. აღა დაგაწინებს შვილო ხა შენ. ჩემი ნინო ამბობდა იმ დღეს, რომ მეც გითხარით ადრეც და ნინომაც ხო ეგრეაო და უარესებსაც აკეთებენო. რამის ფასი რომ მოიმატებს ხალხო გამორბიან აქციებს აწყობენ ანგრევენ ქალაქებს რომ რატომ არ უწყობთ მოსახლეობას ხელს და საბერძნეთში ჩვენთან აგერ რატომ არ შეგვიძლია ტარიფების გამო გავიდეთ გარეთ რატომ არ შეგვიძლია რაღაცის გამო გავიდეთ გარეთ ვერ
კონკრეტულად რაღაცის გამო გადიან იქაც, აი მაგალითად პურმა მოიმატა პირობითაც ვიძახი, ხო? არა, არც ერთი მთავრობის დროს ეგ არ შეგვეძლო, თუნდაც დენის ტარიფი გაგვეპროტესტებინა და გავყრილიყავით ქუჩაში. არ შეგვიძლია. სამწუხაროდ. დედი, შეიძლება ტელეფონი? არა, დედიკო, დილაა ჯერ. მაგრამ ცოტა უნდა გამოფხიზლდე ჯერ. მე 10 წუთი აიღებ. მე არ ვიცი ხალხო. სად უბანაობთ? კიდე საკითხავი. ჩემი გვერდზე ჯუბამ თეთრებს ნოაყოლებ ვარ და ისე მიყვარს ეს თეთრები. იშტები. ისენი ანუ მე ამალე გავიდა აგვისტო ხალხო, აგვისტო გავიდა მოლოდინის რეჟიმით. ძალიან მალე გავიდა აგვისტო. აი ამ თავის ამბებზე და ნერვიულობას გადაყვა აგვისტო. თამამად შემიძლია თქვა. აგერ უკვე თვის ბოლოა ლამის და სამსახურში გავდივარ. წოლა მინდა. კოტრიალი. მითქმა ცოტა ვიკოტრიალე? ბატონო. მამა რომოვა. ისა გადავკოტრიალე. მამა რომოვა მხოლოდ მაშინ, სხვასთან არავისთან. არც ჩემთან და არავისთან არ გადაკოტრიალდა, სანამ მამა არ იქნება სახლში. კარგიდე? მოშინია ძალიან. შენ ხო იცი მე რომ მეშინია. უკვე მარიკოსა ერთად მოგესალმებით. ჰაი. და ჩვენ ყავისმა დავიწყოთ და მარიკო თავისი საყვარელი კვერცხის მირთმევა გააგრძელოს. ოდნავ მიიწიე ჩემო სიცოცხლე, აი ესე. ომდ სიცოცხლე. ვიცი როგორც მოგენატრათ მარიკო და აგერ ბატონო. ინებეთ. ეს თვები რატომა კაკადუსავით, რატომ? შვილო, რატო ხარ ეგრე? დღეს არეულ დარეულ მდგომარეობაში. აჰა. გამემზადე მით. ნეტასადვითის. რომ მოვა, დედიკო, უნდა გავაკეთოთ ქათმის წვნიანი, ხო მარიკო? ნინო. რა ნინო დე? ანტა და ნინო. არა დე, მე რომ მივდივარ ხო მოვალ სახლში და უნდა გაგიკეთო ქათმის წვნიანი, ხო დე? და ქათმის წვნიანი შვილო არ გამაგიო. უნდა რამეთქოს. ვაიმე, ძალიან სულ. გულმერე ვამაგალო. ვაიმე, ღმერთო მაღალო, მირთვი. შენი პური სიხარულო? ცხელი არ არის დე. არ ვიცი ხო. რადე? მარილი აყარია, ხო დედიკო, უნდა ეყაროს. ოდნავ მსხული მარილია დედკო პირში მოხვდა. ამასობაში ყავა გამიცი. არაჩენ აგერ ბატონო. შენ სამაჯურებია ჩვენედე, რომ ჩამოგიტანეს? აუაჩვენებ რა. აჩვენებ, აჩვენედე. ჯერ დაღეჭე თუ შეიძლება? ელაგე. დაინახავენ ეგრე აწიე და დაინახავენ დედი ყველას ნუ იღებ ვერ დაანახებდე ჯერ ესენი აჩვენე საყვარელო აი ესე აწიე ჩანს დედიკო ეხლა დადე
ეხლა ეგაწიე, ეგრე დედა. ნელა ჩვენი. აი, მეგობრებო. ეს გაიყვანდა. ნუ ეხლა ქათმის წინაშე რო ქათამს არ მიირთმევს, ალბათ ხვდებით, ხო, უბრალოდ. გემოები, მაინც, თორე. აი, ესენი თხაბახუბები. ჩამოვასრეკინა. აი, ესეთ. აჰა, ქალბატონებო გინდათ. ანაბრებიდან და ყველაფრიდან რაც მქონდა ანგარიშზე მოხსენი ექიმისთვის და არ დაგიმალავთ სრემლები დიოდა დაახლოებით 550 მოხსენი ანაბრებიდან მაგრამ ხო და ნუ ჯანმრთელობა მაინც უფრო მნიშვნელოვანია. კარგი და ამიტომ ჩემი გეგმები რაც მინდოდა განმეხორციელებინა. იმ ჩემი დანაზოგებიდან რა თქმა უნდა დიდი ხნით გადაიწია ასე რომ დაასუსავთ. ნუ იქ რა თქმა უნდა ჩემი ქმარი ჩაერთო იქ და ჩემი იქის და მთლიანობაში მოდიდა 1000 ლარი მზად არის ასე ვთქვათ. ხადე რო ისე უცებ გადაწყდა ეგ ამბავი და ისე უცებ აღმოჩნდა რომ თუ მოვიდე და ძაძვი ყოფილა და უფრო ნაკლები მეგონა რომ რა შვებიდეთ ეკო პური სიხარულო თავარია ყველაფერი კარგად იყოს და იმ ანაბარსაც ეშველება რომელსაც ასე მეტკინა გული რომელიც ძალიან კარგი გეგმისთვის სჭირდებოდა მაგრამ არა უშვს დასუსად ზოგს წამლის ფული არ აქვს და ეხლა მადლობა ღმერთს რომ შეგვიძლია თუნდაც ეგიდან მისვლა რაც ბევრს არ შეუძლია ხო ძალიან გაჭირვება ხალხო ქვეყანაში ამაში ცირამიდეს ბეჭედი ხო დედიკო მისთვის საყვარელო წამოჯექი ეგრე არ მიყვარს ხო დაწოლილი ჭამა წამოჯექი და კიდია ჩვენე ესენი ეს ფერადები და მირთვი დედიკოს გული ხო დედიკო მირთვი აი მე ადრე დამიწერეს კაცო მაკვარს ყველი მაინც მოუხეხეო გეხვეწებით რა ხალხო რა ყველაზე უკეთ არსებობს ერთ-ერთი ადამიანი ვინც იცის თავის შვილზე ყველაფერი კვების ირგული და არა მხოლოდ მაგრამ მოდი ახლა კვებაზე რომ ვილაპარაკოთ რა რა ყველი მოუხეხეთ ხალხო ყველის გემოს იგებს თუ არა უკაცრავად და რა ყველზე საუბარი ხანდახან ძალიან მცირეს ხეხავ რომ აი ინტენსიურ გემო არ იგრძნოს მაგრამ ხშირ შემთხვევაში იგებს და აღაჯამს მე თუმცა წვნიანებში ვუხეხავ ხოლმე ანუ ყველს იღებს მაგის თქმა მინდა ამიტომ რა ვქნათ მომკალით თუ კიდათ არ ჭამს და რა გავაკეთო გაგეჭედება და თვითი რას აკეთებ ეს აფე ხევისის აი თორე თქვენი აზრით ჩემი შვილისთვის მენანება ყველი აგერ ყველი და რძემა გამოტენიება რაც ერთი არ უნდა და ჰა დედიკო და ვიცი და ახლა იცი რა მაქვს კიდე ჩემკნა ჩაკმოჭი ბეჭედები აი ესე აჩვენე და ესე აწიე და აჩვენე სახარ იცით რა მტკივნეულია დედისთვის ეგეთი კომენტარები ძალიან ანუ ხალხი მივეჩვია მაგრამ ზოგადად გეუბნებით არ არის რა ეხლა ეს რო ჭამდეს ხალხო
რასაც მე სახში საჭმელებს ვაკეთებ. დამივარდა დედი. არა უშავს, ეს რო ჭამდეს, ცამდე ბედნიერი ადამიანი ვქნებოდი, მაგრამ სულ არ უნდა ეგ ჟენი არც სტეიკი, არც ჩახოხბილი, არც ის. ამის მენიუ გახლავთ კვერცხი, შემწვარი კარტოფილის პაკეტი, ტოლმა, უნდა გავუკეთო ამ დღეებში კიდევ. და დამთავრდა. ოღონ რაც დავასახელე, ხო არ გქონიათ რომ ეს ყველაფერი აქტუალურია, არა ხანდახან მოუვლის, თორე აქედანაც შეკვეცა სხვათა შორის. ჰადეს გული. დედა პეკლი ყოფილ გიყვარს, მოვიტანოთ პური დაჭრილი და გავაკეთოთ საღამოს ყიყლიყო. კარგი ჩემო საყვარელო. მამალი ოკეთეთ? ვინ დედიკო? მამალი. მამალი. კუდელარი ოკეთებ ვიტო. ხოდა ყიყლიყოსაც მიირთმეს რა ერთხელს. ნუ ყოველ შემთხვევაში რო გავაკეთებ, გული მაინც მაგ დამშვიდებული რომ იმ ერთხელს მაინც შეჭამს. მე მიგინდა გამყავა მოვასი. ჩამოვართვი დედობის უფლება. წამოვიდა აქედან თუ იქიდან გინდა დე? აქედან? წამოვიდა სანამ დაღეჭედედი კოეგ? წამოვიდა ნელა, წამოვიდა ჩემ გოგოსთან, წამოვიდა. თორე ხინკალს ვაკეთებ რამდენჯერ კი იცით თქვენ და რა ხშირად. დედიკო, ეს დაგრჩა მიირთვი რა გთხოვ, კარგი? ხო საყვა, კვერცხი აღარ გვაქვს, ეს დაგვრჩა პური და მივირთვათ, ხო დე? რო არ ჭამს სულ ცვლები მეწვება, მაგრამ ნასვისად. გამოდის და სიმართლე გითხრათ უკვე იმედი დავკარგე ხალხო, რომ ამ ყველაფერს მერე მაინც შეჭამს, აი მერე. და მეუბნებიან რომ მერეო არ არსებობს, რომ არ მოუნდეს გასინჯვა, ეს ის, მაგრამ რა ვიცი, ხალხო 4 წელს გადაცდა და არ უნდა თვალის დასანახად ეგ ყველაფერი, აი არ უნდა. ბავშვები რო გიждდებიან შემწარ ხორციან, კოტლეტზიან რაღაც და როდევს და ამას რო აკანკალებს, რა არისო გაწეო და ანუ ვერ აი გაუგნებული ვარ. რა არ გავუკეთე, ქათმის ბურთულები გავუკეთე, რომ მეთქე ლამაზია, ცოტა ის დაუბრაწა იქნებ ეგ მოეწონოს, დაუბრაწავი გავაკეთე, იქნებ ესე მაინც მოხარშული მირთვას. არა. ამის თვალს არაფერი არ მოწონს და ამის პირს. ენას დაადებს, ან არც დაადებს და გადაწყვეტს რომ არ უნდა. რა გინდა რო ქნა? და ვინმე მითხარით რა ვქნა? მიშველეთ. ის სამართალ კარტოფილს რო შეჭამს. აღარ მინდა დილით ხომ ჭამე და ამ დროს აქვს 2 კურსი რაღაც ნაჭავია. ჭკუიდან გადავდი. დედა გადაყავს ჭკუიდან ჩემი სიცოცხლე. ყოიდე. დედის გული. არა რა ვიცი, ყველა მამშვიდებს რომ მერე შეჭამს და მეც მაგით ვიმშვიდებ გულს. და დედიკო ფეხების აწევა როგორ შეიძლება გიყურებს ხალხი. კიტრს მიირთმევს, გამოვიწყდა მაგის თქმა. ეხა გუში მაგალითად სადილი კიტრთან ერთადაც მიირთვა, პურთან ერთადაც მიირთვა. არის მომენტები რომ არ უნდა იქ შენი კიტრი ეხა რა, გამოვიდა. დაღეჭე? არ დაგიღეჭავს? ხო, ეხა იმდენი ჩაგიდე. ხო, დედა, ეხა იმდენი ჩაგიდე, მაგას რა დაღეჭავდა შვილო. ეხა 2 საათი ყუნდა ხრნა. მორჩი სიხარულო? ოჩუპე. შოკია ეს ბავშვი გეფიცე. პატარა იყო და აღარ გინდა პური? კაი დამანებით. ამაზე ნუ მოვთავთ კურსებს. არ გინდა და თუ გინდა. არ გინდა დედიკო და ნუ გინდა. გემრიელი იყო? ცოტა ხანში კაკანი არ დაიწყო მეშინია შვილი. კაკაკაკაკაკა. შულებრივად შეიძლება იკაკანო ცოტა ხანში. იმდენი კვერცხი გაქვს ნაჭამი, რაც იმას ქენი რა ქვია.
გული რომ ამერია სოფელში. კიდე. იცი რომ სოფელში? ვიცი. ვერ ვიყობებო. ვიცი, დედიკო, ვიცი მახსოვს. და ის მარტაწელი იყო რესოდი. შენც გული გერეოდა და ნაბერლავი მოგიტანა მამამ ჩემს მომიტანა მე. ხო, დაღეჭე საყვარელო. ეს მისდეთ სიხსენებს მდინარე რომ დავაყენე სოფელში და ფეხზე დავაყენე სოფელის ესოდათ რა გავხდიო რა იყო ხალხო აი როგორ იცის რაღაცა შეცვლება ხა ამ ეტაპზე მძულს ხა მე არ ვიცი ბადრიჯანის დანახვა არ მინდა და როგორ ვარ აი ხა რომ ბადრიჯანი დავინახო დედას გეფიცები თავიდან დამეწყება ეს ყველაფერი სოფელში გავიარე აი ბე რომ ახსედება ბადრიჯანი ცუდად ვარ ჭამოკია რა შივწვაც კი ჩემთვის უკვე всё ხაზია გადასული იმდონებდე მაჟრიალებს ახლა რომ ახსენდები აი მე რა საყვარელი ბეჭედია დელფინია არამდის რა თქმა უნდა მაგრამ მე ეს მიყვარს ძალიან მომწონს მაგრამ რა თქმა უნდა ხარც ეს არამდის ხო და მეუბნებია მე ისე მოინატრებო და არ ვიცი ახლა დადახვა არ მინდა და მე რას ვიზავარ აი შეიძლება სადმე ნიგუზიანი ბადრიჯანი დავინახო და მომიდეს და მივიდო არ ვიცი მაგრამ აი ხა რომ წარმოვიდგე რომ წვა ხო და აი ხალხო ბადრიჯანზე კი არ ემდე ცხიმზე გავხდი ცუდად ანუ მე ხამდენ ცხიმს აღარ ვიღებ და ცხიმა ცუდად გავახადა ანუ ამიდურშდა იმაში მე რომ ითუშა და ანუ ხო ხვდებით ნიგუზით არ იყო სხვა რამეები გაკეთებული ქორწეული თრავი ერთი იმერე ვარა ეს რაღაცა მატოვი ისინი აქვს რა ქვია და ძალიან მყავს და ძალიან მელამაზება გაიგეთდები ოკეი ქალო ვარ მე არა შვილო შენ ჩემი დედა ხარ მე როგორ მიყვარხარ დე მარიკო ძალიან აქტიურად საუბრობს იმაზე რომ ხან ჩემი და არის ვიღაცას იცავს ხო ვიღაც ჩემი ძმა არის რაღაც გამოიკუდებს ხოლმე მე ძმა და დაიკო მყავს არა დე ის ყავსავა რა ვიცი ზოგს ყავს ზოგს არ ყავს დე ეს არ მყავს ხო მე ვიყიდი დე რომელი გინდა ძმა თუ და დაიკო გინდა თუ ძამიკო დაიკო ვამოდო და ერთადერთი დაიკო უფრო მოგწონს და უნდა იყიდო მაგარი იყიდება დაიკო დაიკო უნდა ვიყიდოს რა ვიცი და მე მგონი რომ ეს უფრო ის არის რაღაცა მელამაზება თითქოს არა ეგ ჭყეტალაფერები არ მაგრამ დედიკო ჩემთვის არ არის დიდად არ ვიშდები მე ვგიშდები რომ ლამაზია ჭყეტალა აი მე დამცხა ინიავე თუ გინდა ჩემითო არ მინდა მე შენი აი მე ვგიშდები შენ ხარ ჩემი საოცრება მაგის ნებნები აღარა მაქვს რა გაგდე მაგის ნებნები რა არ გაქვს დე მაგის ნებნები ჩანცავი თქმა ამბობში აი მე დედიკო ძალიან სულა ესე ყველა მომნება რომ ეს ბავშვი არის დაბადებული დაბერებული და კიდე თავიდან დაბადებულიო აი ისეც ასწავლო რაღაცა სიტყვის ხალხო რომ აი მეც კი რომ ყბა ჩამოვარდება ხო ხვდებით რა დედა ჩუქში მაგდებს ამისი რაღაცები ძალიან საყვარელი ხარდი აი ძალიან ნებნები ეს უფრო მოგწონს ხო პირველად შემცივდა გუშინ ღამე ანუ კი არ შემცივდა
გადახდილი მძიავს, იმიტომ რომ ცხელა ვერაფერს ვერ ვიფარებ და აი ოდნავ თითქოს ფეხები ცოტა ისე მქონდა დისკომფორტი, აი არ მციოდა ძალიან, მაგრამ რაღაცა დისკომფორტი შემექნა უცებ. აი თითქოს ზედმეტი ნიავი რო შემოვა სახლში რა. ხო და ის არის. მიფარე მე. ეს გაყინული იყო, ამასაც დავაფარე მე, გავიხედე კიდე გადაუდე კიდე დავაპაშტელიყავ, ხა გავათე. იმაში რა ქვია. სხვა კარმა გვინდა გოგოებო დავაყენოთ აქ, იმიტომ რომ ადრე ხო დიდი ეყენა მოხსენით, ძალიან დიდი იყო. მერე პაწაწ უნდა მოვიტანეთ ვიზუალურად გიჟდები ისე მომწონს, იმიტომ რომ დიდ ადგილს არიკავებს და დისკომფორტი არ მაქვს. და აი ახლა დიდი როა რაღაცნაირად არ მომწონს, იმიტომ რომ პატარა სივრცე გვაქვს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიტყვი, რომ უიმე როგორ შემცივ და ზამთარი და ვერ დაძალა თუ რაღაც, მაინც ვფიქრობთ, რომ ცოტა დიდი უნდა, მიუხედავად იმისა, რომ გათვლილია ამ სივრცეზე და არ არის პატარა იდეაში, უნდა ეყოს ამას, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს მეუბნებოდნენ, რომ რაღაცა შინიდან გრილა. თან ახლა ჩვენ სახლში არ ვიყავით, ხოლმე მოვდიოდით ხან საღამოს ხანის და სუჩართული არ მქონდა. არ ვტოვებდი მეშინა და მანუ კარმის დატოვება არ მიყვარს, მე შანსი არ არის. ღამე ფითილზე დატოვე, მეუბნებოდნენ მეშინია, ანუ პანიკურად მეშინია კარმების. ნუ რა ვქნა მეშინია. რაც ანუ გამართული იყოს, მე მეშინია, ეს ღამე ფითილზე დატოვებას ვიშოკები, ანუ სადმე რო ვიყო და ეგრე ვინმეს კონდეს დატოვებული, იმ ადგილას ვერ დავიძინებ ჩუმად, მივიდა ფანჯერას გამოვაღები, იმიტომ რომ მეშინია. ხო და უფრო დიდი გვჭირდება, ცოტა დიდი. აშკარად. ცოტა დიდი საჭირო. მაგრამ ეხა სხვაგან არის ეს მილი გათხრილი. მე რეჯიც მოიტან, მე სხვაგან აქვს მილი, მე ახეთ უნდა გათხარულით ამოლეს, ნუ აი აყელში ამოვიდა. ეგ პროცესი ისე მიზარება, რომ უკვე აღარ მინდა დიდი იყოს მეთქი რაც არის. ეხლა სულ რო სახლში იყო და ჩართული იყოს და მაღალზე აწეული იყოს, არ არსებობს რომ არ გაათბოს ეს ოთახი, ვარიანტი არ არის, კაცო ეგრე არ ქონდა, სახლში რო ვიყავით ხოლმე და ჩართული იყო, მშვენივრად თბილოდა სახლში. მაგრამ ხანდახან დისკომფორტი იყო ხოლმე. აი ძალიან რო ყინავდა, თითქოს გრილად ვიყავით და ალბათ ეს მესი გრილე მიყვარს, მაგრამ ნუ ხა ბავშვისთვის ახლა ნახოთ რა მოკლედ შეიძლება ვიყიდოთ ცოტა დიდი ზომა. ახლა მე წავედი და რას და როგორ და რა მოხდება და რა დაიგეგმება, ამას უკვე შემდეგ ვლოგში მოგიყვებით. მადლობა ხალხო ყველას კეთილი სურვილებისათვის, ძალიან მამხნევებთ, რის გამოც გიხდით უდიდეს მადლობას.